ამასობაში სცენაზე კარგად ნაცნობი სახე შემოდის. ვინ მოსულა, გამარჯობა. მე ვიცანი. ლიკა შუბითიძე, არაჩვეულებრივი გოგონა. მოგესალმებით ყველას. საიდან გიცნობა ანდრე მოგვიყევით? ვიყავით მუსიკალურ პროექტებში. შემდეგ მქონდა საქართველოსთვის ესე 6 წლიანი პაუზა. ცხოვრობ უკვე 6 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. და რატომ ჩამოხვედი? ჩამოვედი იმიტომ რომ ბავშვი გამიჩინა აქ. 2 კვირის წინ გაჩნდა გოგო ალექსანდრა. გილოცა. დიდი მადლობა და მინდოდა რომ ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე და რა ვიცი, და მიხარია რა ახლა. ასეთი პატრიოტი დედა მე პირველად ნახე ამერიკიდან რო აქ ჩამოხვალ და შვილს რო გააჩენა. My darling child, my darling. მეუღლეს ვიცნობდი საქართველოდან, მაგრამ რეალურად ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო ნიუ-იორკში. მეუღლეც არის მუსიკოსი. ამერიკაში მაქვს ძალიან აქტიური მუსიკალური ცხოვრება. ნიუ-იორკში და სენტ-ლუისში თანამშრომლობ რამოდენიმე სტუდიასთან, სადაც ამ 6 წლის განმავლობაში გამოვიდა ჩემი 3 ალბომი. ჩემი საქართველოში ყოფნა ძალიან კარგად დაემთხვა X Factor-ს და რა ვიცი, სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას. თუმცა ნამდვილად ექსტრემალურ პირობებში მიხდება მონაწილეობის მიღება, რადგან 2 კვირაა, რაც გავაჩინე პატარა ალექსანდრა და ნამდვილად არ არის ადვილი ფორმაში ჩადგომა, რაც რეალურად ნელ-ნელა ხდება. შენგენაც სასწაული, გაგეზარდ. დიდი მადლობა. გისმენთ ლიკა. მადლობა. Welcome at me, life as a fall to my knees. Bring it back, sing it back, bring it back, sing it back to me. Bring it back, sing it back, bring it back, sing it back to me. Bring it back to me. Can I control this empty delusion, lost in the fire below? And when you come back, I'll be as you want me, only so eager to please. My little song will keep you beside me, thinking your name as I sing. Bring it back, sing it back, bring it back, sing it back to me. Bring it back, sing it back, bring it back, bring it back, sing it back, bring it back, sing it back, bring it back. დიდი მადლობა. გამაგარია. ძალიან მომეწონა თქვენი ვერსია. საინტერესო იყო და ამ სიმღერის ესეთი ტრანსფორმაცია, არ ვიცი, აი ძალიან შემეხო. ძალიან ფაქტურული ხარ და აი გძნობ იმას, რასაც აკეთებ და ამას აკეთებ ისე, რომ ჩვენამდე ეს მოდის. აი შენი შინაგანი თავისუფლება, ცოტა პროტესტიც, მე მგონი ჩანს რაღაცა ეს პროტესტიც, აი ამ ყველაფერში გამოავლინე. რაღაცა ძალიან მაგარი იყო. აი ეს ემოციური მხარე, ოჯახ. ეს შემთხვევით არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მუსიკალურობის. მე მადლობას გეუბნები იმისთვის, რომ შენ დაბრუნდი საქართველოში, მადლობას გეუბნები იმისთვის, რომ შენი შვილი საქართველოს მოქალაქეა. მადლობას გეუბნები იმისთვის, რაც დღეს გვაჩვენე და რაც მთავარია, მადლობა იმისთვის, რომ ასეთი რთული ამოცანა ასე ბუნებრივად წარმოადგენდა. ეს ყველაფერი იმდენად ორგანულად არის ერთმანეთთან შეთავსებული, რომ არ ვიცი, ნამდვილად პატარა მარგალიტი დევს, რომელსაც ძალიან დიდი ძალა აქვს ახლა სცენაზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა.
დღე 4-ჯერ გაიგონოს ის, რაც ძალიან გაუხარდება ყველას. კი, 1, კი, 2, კი. 3. 4 კი. უღმესი მადლობა. საქართველოში დაბრუნებულ უნიჭიერეს ლიგას 4-ი. ეტვიც არავის ეპარებოდა, რომ ეს ძალიან მაგარი გოგო კიდევ ერთხელ მოხიბლავდა ყველას. ახლა უკვე X-Factor-ში. აი, რაღაცა ორიგინალური ვერსიით რომ მოვიდა, უკვე ძალიან მემუსიკალურება ეს ქალი. ხო. საინტერესო ქალია. ძალიან მიხარია. ეს კოცნა ყველას, ვინც ჩვენს ახს გამოიწერს, ამის წინა დააჭიროთ ამ ღილაკს. დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხარ.